სანაია სტუდია დღის 4-ზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ახლა გადაცემის ამ ნაწილში პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრებ წინა საარჩევნო პერიოდზე და ჩვენი სტუმარია პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. მოგესალმებით ბატონო ვაჟა, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო კოალიციაში არსებული დაპირისპირებით და რამდენიმეა ასეთი დაპირისპირება, რამდენიმე კერა ვნახეთ ბოლო პერიოდში. თქვენი აზრით ეს ყველაფერი დაკავშირებულია თუ არა იმასთან, რომ არჩევნები ახლოვდება, საარჩევნო სიაში უნდა შედგეს თუ მაინც ლოკალურ კონფლიქტებთან გვაქვს საქმე? გამარჯობათ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს. ახლა თქვენი შეკითხვის საპასუხოდ ცისფერი მთები გამახსენდა. დაპირისპირებაზე ვკითხეთ და დაპირისპირებაზე იქ რაც არ არსებობს. ანუ კოალიცია ქართული ოცნება, რომელიც ფაქტობრივად ჩემი აზრით არც არასდროს არსებულა და ამ სიტყვის პირდაპირი პოლიტიკური ცნებითი შინაარსით არც დღეს არ არსებობს. როგორც კოალიცია არ არსებობს. პოლიტიკური პარტნიორების კოალიცია თავისთავად კლასიკური გაგებით მოგხსენებათ გახლავთ საგვარი პოლიტიკური ძალების ან სუბიექტების, პოლიტიკური სუბიექტების პიროვნებების თუნდაც გაერთიანება გარკვეული მიზნების განსახორციელებლად. ასეთ ერთობას ჩვენ არ ვიცნობთ მას შემდეგ რაც გამოცხადდა ამ კოალიციის არსებობა, უფრო მეტიც ხელისუფლებაშიც მოვიდა და ქვეყანასაც მართავს უკვე მეოთხე წელია. კოალიციური რეჟიმი თავისთავად გულისხმობს აბსოლუტურად კონკრეტულ მოცემულობას, როდესაც სუბიექტები, მისი შემადგენელი თანამშრომლობენ ერთმანეთთან, აქვთ გადაწყვეტილებების მიღების, მათი აღსრულების, ურთიერთობის კაფიოდ და კლასიკურად გაწერილი ნორმები, დღის წესრიგი და ამ ურთიერთობის შესაბამისად მოქმედებენ. მე რატომღაც არ მაგონდება ამ მთელი პერიოდის განმავლობაში, რომ რაღაც ამდაგვარი საზოგადოებისთვის გამხდარ იყოს ცნობილი, რომ რაღაც პრობლემა კოალიციურ რეჟიმში განხილულ იქნა, მიდგომები ჩამოყალიბდა, თვალსაზრისები შეჯერდა და გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ, რომელიც მე აღასრულეს. ან თუნდაც სამუშაო რეჟიმში არსებობს. აი თქვენ ამ ერთობას არ უწოდებთ კოალიციას, კი ბატონო. რა პოლიტიკური წარმონაქმნია მაშინ, რასთან გვაქვს საქმე? ეს ელემენტარულად არის გარკვეული ფორმა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. თავიდანვე გამოცხადდა, რომ ეს იქნებოდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და პიროვნების გაერთიანება. ესეც საკმაოდ გაუგებარი იყო თავიდანვე, რომ აი რა სტატუსით იქნებოდნენ ამ კოალიციაში დაუშვათ ეროვნული ფორუმი, პოლიტიკური პარტია საკმაოდ დიდი ამბიციებით, კოლორიტული ლიდერებით და დაუშვათ იგივე ქალთა პარტია გუგული მაღრაძე მაგალითად, რომელიც პარტიის ასე ვთქვათ სახით და პარტიასთან ერთად არ გახდა ამ კოალიციის წევრი, არამედ პიროვნულად გახდა ამ კოალიციის წევრი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, თავიდანვე ეს იყო მხოლოდ აბრევიატურა, კლიშე, რომლის მიღმაც მოიაზრებოდა მკაფიოდ მოიაზრებოდა ორი სუბიექტი, ერთი ბიძინა ივანიშვილი და მეორე რესპუბლიკური პარტია. ყველა სხვა სუბიექტით და პიროვნებაც გადავიდა მეორე პლანზე და ის რაღაც გარკვეულ ანტურაჟს წარმოადგენდა იმ პოლიტიკური სინამდვილისთვის, რომელშიც კოალიცია ქართული ოცნება გახდა მართველი ძალა. ბატონო ვაჟა, აი რესპუბლიკური პარტია ახსენეთ და ის დაპირისპირება, რაც მე ვთქვი, მისი ერთ-ერთი მხარე და მონაწილე არის სწორედ რესპუბლიკური პარტია, მეორე მხარეს არიან გოგი თოფაძე
და მრეწველებს არ ვიცი თლიანად პარტია ვთქვათ თუ არა, იმიტომ რომ გოგი თოფაძე ჩანს მაინც ასე გამოკვეთილად დაპირისპირებაში რესპუბლიკურ პარტიასთან. არის სხვა კიდევ კონფლიქტები, რით არის ეს ყველაფერი მაინც გამოწვეული თქვენი აზრით? ჯერ ასე ვთქვათ თქვენ პროფესიონალი ჟურნალისტი ბრძანდებით, ჩემი აზრით კვალიფიციური ძალიან, რაც იშვიათია ჩვენს მედია სივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არასწორი მიმართულებით ცდილობთ რომ წაიყვანოთ საუბარი. იმიტომ რომ ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ რაღაც დაპირისპირებაზე კოალიციის შიგნით, რომელიც არ არსებობს. ეს ერთი, მეორე დაპირისპირებაზე პარტიებს შორის რომელთაგან ბევრი არ არსებობს. ახლა მე მაგალითად ძალიან გარკვეული ასე ვთქვათ წლების განმავლობაში ფიგურირებს ვთქვათ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. მაგრამ რეალურად ამ პარტიას არც ევროპული, არც კლასიკური, არც ქართული გაგებით პარტიის ნიშნები ნაკლებად აქვს მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში. და საერთოდ ქართული პოლიტიკური რეალობა პარტიების მიღმა ვითარდება. აქ არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები შესაბამისი, ვთქვათ, სტრუქტურებით, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსით, შესაბამისი შიდაპარტიული დემოკრატიით, ურთიერთობებით და ასე შემდეგ. აქ არიან საქართველოში არიან ლოკომოტივები, არის ლიდერები, რომლებიც ჩაიბამენ ხოლმე არჩევნების წინ რაღაც გარკვეულ შემადგენლობას, ვთქვათ, აქტივისტების, ცნობადი სახეების, ვთქვათ, დამფინანსებლების და ასე შემდეგ და ისინი შედიან პარლამენტში. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ ეს დაპირისპირება, რასაც თქვენ უწოდეთ დაპირისპირება, უფრო მე მგონი არ პიროვნული კინკლაობა, ვიდრე რაღაცა ხედვების განსხვავებაზე დაფუძნებული კოლიზია. იმდენად, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, მრეწველები გადაარჩენ საქართველოს, მე ამ პარტიის პლატფორმის ადგილს კლასიკურ დაყოფაში პოლიტიკური მსოფლმხედველობების საერთოდ ვერ მოვიაზრებ, იმდენად რამდენადაც თავისთავად მრეწველობა მე როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პარტიებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მრეწველობა კარგია ყველა ქვეყნისთვის, ყველა სინამდვილისთვის და მრეწველობა თუ ასეთი რამ შეიქმნა და წარმოება და ამაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას გადაარჩენს და ყველა ქვეყანას გამოიყვანს ჩიხიდან. ეხლა დავამთავრებ ამას მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს რესპუბლიკური პარტია, მკაფიო ლიბერალური ხედვით, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ის მცირე გამონაკლის თაგანი, რომელსაც საქართველოში აქვს პარტიის ნიშნები, აქვს ისტორია, ყავს ლიდერები, აქვს ხედვა, ხშირად ეს ხედვა არ არის პოპულარული ქართულ საზოგადოებაში, სწორედ ამის გამოა, რომ ისინი იძულებულები არიან, რომ ხან ნაციონალებთან იყონ ალიანსში, ხან ბიძინა ივანიშვილთან, რათა თავის მიზნების რეალიზაცია მოახდინონ, ამასაც ვერ დაუშვი და უკრძალავ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ასე ვთქვათ, ლიბერალიზმს როგორც სამხედველობას არ უჭერ მხარს, როგორც პიროვნება ხშირად მიხდება რესპუბლიკელების დაცვა და ბევრს გონია, რომ მე რესპუბლიკელების მხარდამჭერი ვარ, არა ვარ მხარდამჭერი, მაგრამ მათი პატივისმცემელი ვარ, იმიტომ რომ მათ ამ ჩვენს მწირ სინამდვილეში რაღაც ასე ვთქვათ ნიშნები პარტიის აქვთ, ხედვა აქვთ, პოზიცია აქვთ. თუმცა ისინი როგორ აღმოჩნდნენ ამ ასე ვთქვათ კოალიციაში, რომელიც მკვეთრად გამოხატული სოციალისტური სამხედველობისა და იდეოლოგიისაა, რომლის ლიდერიც მილიარდერი ივანიშვილი აცხადებს, რომ ის მწამსით სოციალისტია, ვთქვათ, გარკვეული მისრებიც გააგზავნა მან ევროპაში სოციალისტურ პარტიასთან კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად, თუმცა მეორე მხრივ პარტია, რომელიც მან დააფუძნა, ეს არის ოცნება დემოკრატიული საქართველო, ფაქტობრივად არ განვითარებულა და პარტიადაც არ ჩამოყალიბებულა, არათუ რაიმე მკაფიო მსოფლმხედველობა არ აქვს მას და ამის თაობაზე
არმას ახვლედიანი აკრიტიკებდა ბოლო პერიოდში ამ რეალობას და მე ვფიქრობ სამართლიანად, თუმცა კრიტიკა მას უნდა დაეწყო დაახლოებით 2 წლის წინ და ეს 2 წელი, როცა პარტიის ლიდერი ხარ, ჩუმად არ უნდა იყო და იქ უნდა დააფიქსირო შენი პოზიცია და თუ არ ემთხვევა, თქვათ, გარკვეულ ხედვებს ლიდერის პარტიის იონიშვილის უნდა წახვიდე შენი გზით. სოციალისტურია თავისთავად მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს ამ კოალიციაში ჟორჟოლიანი და აქედან გამომდინარე სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ან თქვენ ამბობთ, რომ რესპუბლიკელები ამ კონტექსტში არ ჯდებიან. არანაირად. მე აი აქედან გამომდინარე მაქვს შეკითხვა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი დომინანტები არიან ამ კოალიციაში, ხო? მათ სიტყვას ფასი აქვს, მათ ყავთ მინისტრები, მათ აქვს თავისი ფრაქცია, პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, ანუ ისინი მნიშვნელოვანი არიან ბიძინა ივანიშვილისთვის. მე მაინტერესებს თქვენი პასუხი ჩემ შეკითხვაზე, რით არიან ისინი მნიშვნელოვანი, რატოა ეს პარტია ივანიშვილისთვის ასე ღირებული? ივანიშვილი არის პრაგმატული პიროვნება. მას აქვს ძალიან ისეთი რეალისტური ხედვები, ცხოვრებისეულიც, როგორც ბიზნესმენს და როგორც პოლიტიკოსსაც, სხვათა შორის. მე მისი ხშირი და საკმაოდ მწვავე კრიტიკოსი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი თვალსაზრისით მას ვეთანხმები და სწორედ ამიტომ ხშირად მიმიჩნევენ ამ 20-30-ის წარმომადგენლადაც, რომელთანაც არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ამასაც მინდა ხაზი გაუსვა და საერთოდ არ ვთანამშრომლობ აბსოლუტურად არანაირად ამ პარტიასთან და ამ ძალასთან. იმდენად ასე ვთქვათ, კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს მე როგორც ერთ სპეციალისტს ამ პარტიასთან, რომ ვთქვათ, ივანიშვილის ტელევიზია GDS-ის არც ერთხელ სტუმარიც კი არ ყოფილვარ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი პირუთვნელად და ასე შორიდან, იმიტომ დავიწყე, რომ ივანიშვილი პრაგმატული ადამიანია. მან კარგად იცის, რომ ვთქვათ, ნდობის ხარისხი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დასავლეთში, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ეს არის ევროპა, მისი გავლენიანი პოლიტიკური წრეები და შეერთებული შტატები, ამ ხელისუფლებას არ აქვს, ივანიშვილს არ აქვს. ის მართალია მას თავისი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთში აქვს. საფონდო ბირჟებზე და ბანკებში განთავსებული და ეს თავისთავად ნიშნავს, რომ დასავლეთს აქვს მასზე მოქმედების საკმაოდ ძლიერი და რეალური ბერკეტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის რომ ის რუსეთში გამდიდრდა და გარკვეული თვალსაზრისით არ არის იმ რიტორიკის მომხრე, რომელთაც ნაციონალები გამოირჩეოდნენ, დაინგრევა რუსეთი და მხოლოდ მაშინ გავხდებით ჩვენ ტერიტორიულად თლიანი და ბედნიერი ერი და ასე შემდეგ. მან კარგად იცის, რომ მას სჭირდება დასავლეთის ხარდაჭერა და ამ ხარდაჭერას ის კონგლომერატი, რომელიც მის გარშემო შემოიკრიბა ამ პროცესში, რაც ეს გამოვიდა პოლიტიკურ არენაზე, ასეთ ხარდაჭერას დასავლეთიდან ვერ მიიღებდა. მას სჭირდებოდა ესეთი დასავლეთის ნდობით აღჭურვილი ჯგუფი პოლიტიკოსების, რომლებიც ნამდვილად არიან რესპუბლიკურ პარტიაში, ისინი ნაცადებია. მაგრამ ერთ ასეთ ჯგუფს შეელია ალასანიას სახით. აქ მე ვფიქრობ, რომ უფრო პიროვნული შეუთავსებლობა იყო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვათ რაღაცა კონცეპტუალური ხედვებში განსხვავება. ივანიშვილი საკმაოდ რთული პიროვნება, აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩემი პატივისცემას მისდა მინდა მისი როლისადმი საქართველოს უახლეს ისტორიაში და ეს კიდე გადაფასება და შეფასება სათანადოდ ბევრჯერ, მაგრამ მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ნაკლოვანებები ხასიათის და როგორც ხელმძღვანელს პირადად ჩემთვის საერთოდ მიუღებელი არაფორმალური მმართველობა და ერთმმართველობა და ის სტილი, რომელთაც ის მართავს ქვეყანას და ამის თაობაზე ჩვენ ბევრი კამათიც გქონია მათ შორის საჯარო, მაგრამ მიუხედავად ამისა და მას აქედან გამომდინარე აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, ურთიერთობებში პრობლემები, ასევე როგორც თავად ალასანია არ არის ესეთი ცალსახად საურთიერთობო პოლიტიკოსი, იმიტომ რომ მასაც ახასიათებს ვექტორების საკმაოდ ხშირი ცვლა, ვთქვათ,
ასე ვთქვათ, შევარდანაძის ასე ნდობით აღჭურვილი პოლიტიკოსიდან მიშა სააკაშვილის მარჯვენა ხელამდე და რუპორამდე ვაშინგტონში და იქედან ოპოზიციამდე და ოპოზიციიდან ივანიშვილამდე, ასე რომ ეს ორი საკმაოდ შეუთავსებელი პიროვნება შეხვდა პოლიტიკაში ერთმანეთს და მათი ურთიერთობა დამთავრდა პიროვნული კონფლიქტით და ამის შედეგი იყო ჩემი აზრით თავისუფალი დემოკრატების წამოსვლა იქედან, რომლებიც კარგად მოირგეს როლი ოპოზიციური ძალის. დღეს ივანიშვილსა და რესპუბლიკელებს შორის ისეთი ურთიერთ ინტერესები არსებობს, რომ მათი ურთიერთობა კიდევ კარგ ახალს გაგრძელდება. ასე გამოდის. ახლა საკითხი ასე ჩვენ არ უნდა დავსვათ, უფრო სხვანაირად უნდა დავსვათ საკითხი, რომ საკმაოდ რთული მოცემულობა გვაქვს ჩვენ წელს, არჩევნო წელია. ყველა პროგნოზით, ეხლა მე Facebook-ის ლომებმა თუ ეს მოისმინეს, ოჭველ დამესხმიან თამს, ისინი ხშირად მესხმიან და რატომღაც ძირითადად პოლიტიკური ლიდერები ამ ბოლო დროს აუცილებლად დამესხმიან თავს იმის გამო, რომ ლიდერი მაინც ამ საარჩევნო სბოლის ქართული ოცნებაა. ამას NDI-ც არ უარყოფს. და არც რა ვიცი, არავინ არ უარყოფს რამდენიმე მეტისმეტად ამბიციური ეგრეთ წოდებული პარლამენტის გარეშე ოპოზიციის ლიდერის გარდა. მაგრამ მთავრობის დაკომპლექტება იქნება ძალიან პრობლემური. ეს აღელვებს ამერიკელებსაც, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, არანაკლებ აღელვებთ თქვათ შეერთებული შტატების საელჩოში, თქვათ თბილისში, აღელვებს ტრებსაც და აღელვებს მოყრებსაც საზღვარგარეთ. აი რა სირთულეებზე საუბარიც გახლავთ, რომ არჩევნების როგორც არ უნდა წარიმართოს საარჩევნო კამპანია და საკმაოდ პრობლემატურად მიმდინარეობს. გამარჯვებული პოლიტიკური ძალა თუ დღევანდელ ასე ვთქვათ დინარებით გაგრძელდა პროცესი პოლიტიკური, ვერანაირად ვერ დაკომპლექტებს მთავრობას, მას დაჭირდება ალიანსი და კოალიციური რეჟიმი იმისთვის, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს და ვინ უნდა იყოს ეს ძალა? ხალხი არ არის ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი და მე ვერ ვხედავ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შევა ალიანსში ლიდერთან, მოდი ესე ვთქვათ, ამ ეტაპზე ქართულ ოცნებასთან, რომელსაც არ აქვს დიდი უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით და საკმაოდ დიდი რყევების გარეშე შესაძლებელი გახდება სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება მომავალი 4 წლისთვის. ეს სხვადასხვა გაითვალისწინეთ, რომ არ არის გერმანია, ვთქვათ, სადაც თუ ვერ ჩამოყალიბდა მთავრობა, ვთქვათ, მოხდება რაღაცა დაპირისპირებულ ძალებს შორის, ვთქვათ, იქ სოციალისტებსა და ქრისტიან დემოკრატებს შორის შეთანხმება და შეიქმნება ერთიანი მთავრობა. ანუ თუ ასე წავიდა ყველაფერი, თქვენ კრიზისს პროგნოზირებთ პრაქტიკულად. გამორიცხული არ არის, რომ კრიზისიც ჩამოყალიბდეს. იმდენად, რამდენადაც ძალები, რომლების ალიანსის შედეგადაც შეიძლება მთავრობა ჩამოყალიბდეს, ძალიან ძნელად არის დასაფიქსირებელი და არ არსებობს, ასე ვთქვათ, სერიოზული რყევების, სერიოზული კოლიზიების და სერიოზული ასე ვთქვათ, მიწისძვრების გარეშე საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ბატონო, აი ჩვენ თუ ჩვენ დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, თუ კი ავიღებთ, ასე ვთქვათ, აი ამ მსჯელობას, რომ კოალიციური მთავრობა გახდა საჭირო არჩევნების შემდეგ და ერთი პარტია ვერ აყალიბებს მთავრობას, ხო? კოალიცია ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, ვის შეიძლება კიდევ კონდეს შანსი, ვთქვათ, ბურჯანაძის პარტიას რაღაც პროცენტი და პატრიოტთა ალიანს, ხო? ანუ ხომ არ მოხდება ისე, რომ კვლავ ირაკლი ალასანიას და ქართულ ოცნებას მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა? ეს გამორიცხული არ არის. გააჩნია რა შედეგები დაიდება არჩევნების შემდეგ. თუ ჩვენ ავიღებთ ობიექტურ მოცემულობას და საზოგადოების განწყობას სადღეისოდ,
რაც ჩვენ არ ვიცით როგორია, მინდა მოდი შევთანხმდეთ. ამ განწყობის შესაბამისად ნებისმიერი ალიანსი იქნება ძალიან ძნელი მისაღწევი. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ახლა მე ისეთ რამეს ვიტყვი, რომ შესაძლოა თქვენც აღარ მომიწვიოთ შემდეგ გადაცემებში როგორც მაგალითად ჩემი გარკვეული პოზიციების გამო თქვათ იმედი რუსთავი ორი თავის დავა და სხვები იკავებენ ბოლო პერიოდში ჩემთვის ტრიბუნის დათმობას. ეხლა ჩვენ რეალური მოსემულობა არ ვიცით და სამწუხაროდ ყველას აძლევს ეს ხელს. რატომ? იმიტომ რომ რეალობა ველასთვის ისეთია, რომ მიუღებელია პრაქტიკულად ქართული ოცნებისთვისაც, ნაციონალებისთვისაც, თავისუფალი დემოკრატებისთვისაც და ყველა სხვა პარტიისთვის ის რაც მათ დღეს ხარდაჭერა აქვს, იმის დაფიქსირება ობიექტური, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების კომპანიების გზით არის მიუღწეველი. ყველა გულის გულში ცდილობს აამოს იმ ძალას, რომელიც აკონტროლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელსაც შეუძლია გარკვეული კორექტირება მომავალი არჩევნების შედეგების. და აი ამის იმედად არის დღეს ყველა. ვის გულისხმობთ? მოდი მე ამ შემთხვევაში არ დავაკონკრეტებ ამ ძალას, იმიტომ რომ მე საერთოდ არ მინდა რომ მედია საშუალებებით გამოსვლის საშუალება მომესწოს. მოდი მინიშე ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად თავისუფალი საუბარი, ჩვენ არანაირი თქვენი ნათქვამი ფრაზა არ დაგვაყოლებს მომავალში დამიჯერეთ. მე ვიცი თქვენი პროფესიონალიზმის დონე და ხარისხი, მაგრამ თქვენს მედია საშუალებების მფლობელების მაინც თავს იკავებთ. თავს შევიკავებ. გულისხმეთ თუ სწორად ხვდები, არ გულისხმობთ საქართველოში არსებულ ძალს. მე გულისხმობ როგორც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებს. ეს ის ძალებია, რომლებმაც თავის დროზე დააკომპლექტეს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ეს ის ძალებია, რომელთაც გულუბრყვილო ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც ხელისუფლებაში არავინ არ დაუშვებს არასდროს, შეიძლება პარლამენტშიც კი არ დაუშვან, თუმცა მათ აქვთ გარკვეული, თქვათ, ბარიერის გადალახვის გარკვეული შანსი, ფიქრობენ, რომ არჩევნები თინა ხიდაშელმა გააყალბა მაგალითად საგარეჯოში. ეს არის ისეთი სისულელე, რომელსაც თავის პერსპექტივის მცემელი საზოგადოება და ასეთად ქართული საზოგადოება არ მიმაჩნია, არ მიიღებს უდაოდ. რადგანაც ყველას კარგად მოიხსენება, რომ არჩევნები საგარეჯოში ხიდაშელს არ გაუყალბებია და არავინ არ თხოვს პასუხს ამის თაობაზე იმ სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების შედეგების, ასე ვთქვათ, საბოლოო სამართლიანობისათვის. ეს არის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლო, რომელმაც ტანდემში უნდა დაადასტუროს, ესა თუ ის არჩევნები არის სამართლიანი თუ არა. ეხლა ვინც დააკომპლექტა თავის დროზე საარჩევნო ადმინისტრაცია და ვინც დააკომპლექტა სასამართლო სისტემა, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიტანოს ვერდიქტი არჩევნებთან მიმართებაში, აი, ასე ვთქვათ, იმ ძალის იმედი აქვს ყველა პარტიას, რომელიც ცდილობს არა მარტო იმას, რომ საქართველოში არ ტარდებოდეს ობიექტური და სამართლიანი სოციოლოგიური კვლევები, არამედ უფრო მეტიც არ გამოითქმებოდეს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, როგორია ელექტორატის განწყობა და ამის შედეგებს თქვენ ვერ ნახავთ ვერანაირ კვალიფიციურ ანალიზს ვერც ერთ წამყვან ტელევიზიაში, რომელთაც თავი მოაქვთ იმითი, რომ ლიდერები არიან მედია სივრცის და ვერც, თქვათ, ანალიტიკურ სივრცეში. აბა მითხარით, გინახიათ დიდი ხანია ერთ-ერთი კვალიფიციური სოციოლოგი
იეგო კაჭკაჭიშვილი არის ასეთი, რომელიც კვალიფიციურია კოლეგების შეფასების თვალსაზრისით. სადმე გამოუთქვამს მას მოსაზრება იმის თაობაზე, როგორია საზოგადოების განფენება, ან რომელი კვლევაში მიუღია მონაწილეობა, არა. რატო? იმიტომ რომ არავის ხელს არ აძლევს ის, რომ ჩვენ ვიყოთ ინფორმირებულები იმის თაობაზე, როგორია ელექტორატის განწყობა, თუნდაც საარჩევნო წლის დასაწყისში. კი ბატონო, და ჩვენი დრო იწურება და ბოლოს მინდა კითხოთ, რაც შეიძლება მოკლედ მიპასუხოთ, ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, ალბათ არჩევნებამდე არა, არჩევნების შემდეგ რაღაც სხვა ალტერნატივა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, გაჩნდეს ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკური ძალების ალტერნატივა, რომელიც დღეს არსებობს, რაღაც ახალი ხედვა, ამის საფუძველი თუ არსებობს დღეს პოლიტიკურ ლანდშაფტში. არანაირი ამის არც ადამიანური, არც ფინანსური რესურსი ქვეყანაში არ არსებობს ახალი პოლიტიკური ძალის და მისი არენაზე გამოსვლის. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებაში დარჩება ისე ქართული ოცნება, გარკვეული, ასე ვთქვათ, კონფიგურაციით, პოლიტიკური და ალიანსებით, სხვა პოლიტიკურ ძალებთან და ეს თავისთავად ის რომ ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესი საქართველოში არ არის თავისუფალი და ნიშნულოვანწილად არის ტყვე პოლიტიკური კონიუნქტურის სერიოზულ დახს დაასვამს ჩვენს პერსპექტივას. დიდი მადლობა, ეს ვაჟა ბერიძე იყო, ჩვენ საინფორმაციო დროც მოვიპარეთ ცოტა, მაგრამ საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენ კიდევ შევხვდებით ბევრჯერ რადიოშიც და ტელევიზიაშიც. მადლობა. სანაია სტუდია დღის 4-ზე.